ეს განცხადება მთავარმა პროკურორმა 100 დღიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა არჩილ კბილაშვილის განცხადებით პროგრესი არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების კუთხით. კბილაშვილმა ციხეებში პატიმრების მდგომარეობაზეც ისაუბრა. კიდევ რა განცხადებები გააკეთა მთავარმა პროკურორმა თემის დეტალებით თამარ ბუბაშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში თამარ გისმენთ. არჩილ კბილაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს პროკურატურის მუშაობის პრიორიტეტები გააცნო ადამიანის უფლებები, ფინანსური, ეკონომიკური და გახმაურებული საქმეები, მათ შორის გირგვლიანის, რობაქიცისა და ჟვანია საქმეები. ეს ის მიმართულებებია, რომელზეც არჩილ კბილაშვილის თქმით პროკურატურამ პირველ რიგში დაიწყო მუშაობა. ამასთანავე დღეს მთავარმა პროკურორმა გასულ წლებში საპატიმროებში პატიმართა მდგომარეობა და გარდაცვალების ფაქტებიც გაიხსენა. ვიკვლევთ იმ გარდაცვლილ საპროფილეებში გარდაცვლილ ადამიანთა რეალური გარდაცვალების მიზეზებს 2005-12 წლებში 770 ადამიანი იქნა გარდაცვლილი შავდებული სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკით მათი გარდაცვალება უკავშირდებოდა არამატ მოკვდინებას, რეალობა ის არის, რომ დიდი უმრავლესობა მათი უბრალოდ მოკლულ იქნა, ამიტომაც ჩვენ ვიძიებთ მათი გარდაცვალების რეალურ მიზეზებს, ასევე ვიძიებთ საპრობილეთა ხელმძღვანელების და თანამდებობრივი ნომენკლატურაში შემავალ პირთა მიერ თუ როგორ ხდებოდა მართვა აი ამ დაწესებულებების დანაშაულებრივი მეთოდებით და სისტემით. არასამთავრობო სექტორმა დღეს მთავრობის მუშაობის 100 დღე შეაფასა, გამოიყო დადებითი და უარყოფითი მხარეები. არასამთავრობოებმა დადებით კუთხედ გააწარმოაჩინეს სასამართლო რეფორმა და ასევე თავისუფალი მედია გარემო, რაც შეეხება შენიშვნებს. აქ გამოიყო 3 ძირითადი მიმართულება, ესენია თვითმმართველობების, საჯარო სამსახურებიდან პირების გათავისუფლება და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება. ანგარიშის მიხედვით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება გამოძიების გარეშე ერთპიროვნულად არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც პოლიტიკური დაკავებები, თუმცა არასამთავრობოებს ამ კუთხით აქვთ შეკითხვები, ისევე როგორც საჯარო სამსახურებიდან პირების გათავისუფლებასა და შემდეგ სამსახურში სხვადასხვა პირების აყვანის თაობაზე. დღევანდელ შეხვედრას და ანგარიშს საქართველოში ამერიკის ელჩიც ესწრებოდა. ვიყავით, რადგანაც ნამდვილად მნიშვნელოვანი არის, რომ ხელისუფლება მეტი ყურადღება მიაქციოს ამ პროცესებს. გარდა ამისა, ჩვენ საუბრობდით ასევე საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებებზე, ესეც არის ერთ-ერთი კრიტიკული მომენტი და ვფიქრობთ, რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მეტი ყურადღება იყოს მიქცეული. საუბრობდით ასევე დადებითზეც იმ პოზიტიური ინიციატივებზე, რომელიც უკვე დაიწყო მთავრობის მხრიდან. პირველ რიგში ალბათ სასამართლოს რეფორმაზე ვისაუბრებდით, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ეს ინიციატივა გაჟღერდა და ჩვენ უკვე პარლამენტში გვაქვს ახალი კანონი. ჩემთვის ძალიან მისაღები იყო ის, რომ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია მსგავსი ტიპის პრაქტიკა თვითმმართველობებში და რომ თვითონაც შეწუხებულია იმ ფაქტით. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებმაც ის უფრო მეტად მობილიზებულები უნდა იყვნენ და უფრო მეტად გააკეთონ პრევენცია იმ ძალადობრივი ქმედებების, რაც მიმდინარეობს. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა მხარე იქნებოდა ეს მთავრობა, ოპოზიცია თუ სამოქალაქო სექტორი, ერთსა და იმავე პრინციპებზე საუბრობდნენ, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობას, ასევე შერჩევითი სამართლის მიუღებლობას. საუბარი, რომელიც დღეს მოვისმინეთ, საკმაოდ კონსტრუქციული იყო. ეს კარგ საფუძველს ქმნის იმ მოლაპარაკებებისთვის, რომელიც მხარეებს შორის ახლა მიმდინარეობს. დღეს ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი და საჯარო ხსრობისა და პრობაციის მინისტრი. ამასთანავე დღევანდელი ანგარიში საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამაც მოისმინეს. ჩვენ შეგვიძლია მათი შეფასებები მოვისმინოთ. დაიწყო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, ის თავარი, რის გამოც ქართულმა ხალხმა უარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობას და ხმამისცა ქართულ ოცნებას. შესაბამისად პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტა ქვეყნის პარლამენტში იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი დასაწყისი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმის პაკეტი, რომელიც ამ წუთას დევს პარლამენტში და იხილება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, ასეც არის ჩვენი 9 წლის დაგვიანებული ვალდებულების შესრულება, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ 9 წლის წინ გავემიჯნეთ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ ვერავის ვერ ვეთქვით, რომ ეხლა კოაბიტაციურ რეჟიმში ვარ და დაივიწყეთ, რომ სიცოცხლე ხელყვეს აწამდეს, შეურაცხყვეს,
დაუპატიურეს, ქონებები წაართვეს, უკიდურეს მდგომარეობაში ამყოფეს ადამიანები. ჩვენ ამას ვერავის ვერ ვეტყვით. რა თქმა უნდა, სამართლიანობა უნდა აღდგეს, მაგრამ ისე რომ ჩვენ დავიცვათ კარგად. ის რაც არ მომწონდა ადრე, არ შეიძლება იყოს გამართლება, რომ ვაკეთებდე რაღაცას დღეს. აი ეს არის ყველაზე დიდი შეუთავსებლობა, რაც ჩვენ გვაქვს. და კიდევ ერთხელ მომვიხ, რომ ამ ასწლიან შეფასებაში რაც აქ ვიყავით, თეატრულუკიანია ამოვარდნილი თავიდან ბოლომდე კონტექსტიდან. დანარჩენი მე მგონი ლოგიკურად მიმდინარეობა მშრალდება. პოზიტივი იყო ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდა პირველად ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარება. ეს რა თქმა უნდა იყო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს მიღწევა, მაგრამ სამწუხაროდ ის პოლიტიკური კრედიტი, რომელიც საქართველოს მიიღო ამ ისტორიული ფაქტის შედეგად, ახალმა მთავრობამ ძალიან სწრაფად გაანიავა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია დღეს მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროისთვის შეხვედრა უკვე დასრულებულია. მადლობა თამარ, ეს თამარ ბუბაშვილი იყო.